დღეს ვიდეოში ნახავთ. გადამსა, შეჩემა, გადამსა. მენეჯერი ბიჭია, ხედავ? შენ კიდე ამბობი არ მოვიყვანოთ, არ მოვიყვანოთ. შენ არ უნდა მოგერია, შეიძლება დაგელია, მოგერია, გაგერია. ჩვენ ამას დავლებთ და კარგად იხარ. როგორ რა გვეშველება კაცმარი. თუ ადგილს ჩვენ. მოგესალმებით მეგობრებო, ბიჭებთან და დღეს ვიმყოფები დონოსტიაში. ეს არის ესპანური რესტორანი თბილისში, ეხლა გაიხსნა. დღეს დავაგემოვნებთ ესპანურ კერძებს და შევაფასებთ რაც თავარია. ერთი ინფორმაცია მეგობრებო, დონოსტია სახელი რატო ქვია? დონოსტი არის სან სებასტიანის მეორე სახელი. სან სებასტიანი ბასკეთში არის, როგორც მოგეხსენებათ ქალაქი. ხო და დონოსტია საიდან მოდის იცი როგორ არის? სან სებასტიანი ხო წმინდა სებასტიანი რა. დონე, ანუ დონ არის ესპანურად, ესე იგი ბასკურად ბოდიში წმინდა და ოსტია აღებულია სებასტიანიდან. სებასტიანი. ხო და ბასტურ ენაზე დონოსტია. კოსტია უკვე სხვა რამე ხავს. ეხლა ჩვენ წინ გვიდევს პატატას ბრავასი, ეს არის კარტოფილის და პომიდორის соуსის აპეტაიზერი კერძი და ტაპასები გვაქვს აქ ჩამწკრივებული, რომელიც ხამურით და მარწყვით არის, ეს აღარ მახსოვს რითი არის. კრევეტები და ხო. ყველაფერი ვიცით. კომფორტ ფუდი არის. ბოდიში საბა, შეიძლება თქვენი სახელობის ლუდი. კი. ჩავას ხაჭიკაში. ჩვენი სახელობის ლუდი ჩვენი სპონსორი გახდება, იმედია მალე თქვენი დამსახურება რა თქმა უნდა თუ იხედით და გასინჯავთ ხოლმე. ეხლა ჩვენ გვაქვს აპა წარმოდგენილი, თქვენ წინაშე აპა, მისი უდიდებულესობა აპა. ბიჭო, ძალიან კაია, არ მომეწონა. მეც პირველი შტაბ-ეჭდილება ხო იცი ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის და პირველივე შტაბ-ეჭდილებაზე პირდაპირ ეს ობიექტურად რო გითხრათ, აი იდეალური გემოებია რა. კანით არის კარტოფილი შემწვარი და მევასწრებია. კანით არის შემწვარი. და ძალიან კლასნად ხრაშუნობს, რაც დამევასწარი რაღაცნაირად. თქვენ ლუდს მეც მივირთმევ. დალოცული იყოს. ეს რესტორანი დალოცული იყოს, ამ ლუდის ჩამომცდელი დალოცული იყოს, ამ ლუდის კონცეფციის შემდგარი და დალოცული იყოს ყველა ის ადამიანი. აბა რომატები ნახეთ ან ეს ადამიანი ვინც მინდა რომ დალოცული იყოს. აუ, მართლა რა კარგია. ბასტოს უერთები სადღეგრძელოში და ასევე დალოცული იყოს ის ხალხი, ვინც გვერდში უდგას ქიჩემდოს. გაუმართლოს. კაგიმარჯოთ. ჩემო მაყურებელო, გულწრფელა ძალიან კარგი ლუდია, ძალიან მომეწონა მეგობრებო. რბილი, მსუბუქი დასალებია ესეც და ძალიან კარგი არომატები აქვს. მოკლედ გირჩევდით აუცილებლად. სადმე ადრე თუ გვიან სადღაც შეგნახავენ. ეხლა ჩვენ გავდივართ მოლაპარაკებებში ვართ, მოკლედ მაგ ამბებში ვართ, რომ უნდა შევიდეთ ობიექტებზე, სადაც მე შეძლებ გასინჯვას და გეტყვით მაგ ამბავს დაგააპდეიტეთ. ჩამოსასხმელი ლუდი გვაქვს. უკვე კეგები მზად არის. ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავაყენოთ ჩამოსასხმელი ნებისმიერ ადგილზე. აი, ჩავჭრათ. ვაი, გენდობი, შენ გამოცდილი კაცი ხარ ახლა ეგეთ ამბებში და სულგოც მოვიდა. ოპ, დავშავ. ესა ბოდიშის მოხდით რა. სულგო, თუ მოგჭება რაღაცა აუცილებლად, всё, გააფუჭა ყველაფერი. ვაიმე, აი, მოვიდა და ისე. არჩე მე რატომ? იცი რომ მე მიგრა ჯობია რა. ოპ. მოსმე. შენ არ გინდა ვაფშე. მე არ ვჭამ. მაგრამ აინტერესებს სამანი და მარწყვი, ბიჭო რა. ცნაური კომბინაციაა თითქოს. ზოგადად არ უნდა ჩაჭრათ ხოლმე რა, ეს რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა ჩვენ გასაყოფად გვაქვს საქმე და მოკლედ გემრიელი არის. ზემოდან ბალზამი ყავს, რომელიც მაინც ასე თუ ისე უხდება, მაგრამ ვისაც არ უყვარს შემსავით, მე არ მიყვარს მაგალითად ბალზამიკო, არ ვიყენებ თითქმის არაფერში, იმიტომ რომ არ მევასება რა. ხო და კარგია, თუმცა იმაში მართალი ხარ, რომ ზედმეტად ბევრი მარწყვია. ცოტა გადახალისება ჭირდება რა. ო აი ხა ის წვანელის გემო ერთ მომენტში დავიჭირე და მაგრამ გამისწორდა რა უკვე მარწვის ყურად კი არ წავიდა როგორც რაღაცა მე პირველად ჭამე ესეთი უცნაური კომბინაცია ზოგადად საქმეს, რომ მარწყვი, პური და მე მგონია რომ უფრო უცნაური ხდება და ჩემთვის არ მიყვარს მეც რა ხილი. არადესერტუ. რაღაცები. შემდეგი არის კრევეტები და კრემ ყველი კი ბატონო, რომელიც ასევე ძალიან ლამაზად გამოიყურება. მომასაც არის ლიმცედრა აქვს. ძალიან მარტივია, გემრიელია, ცედრის გემო კარგად მოაქვს. საერთო ჯამში რავი, კრევეტი ცედრა, ცოტა ლიმინის ონიც აქვს დიდი ალბათობით, სიმჟავის ამბავში. აი ხა, კრევეტი ვისაც ევასება. ხო, კაია რა. გემრიელია, ხო რა, გემრიელია. მე ლაფეშერ უყო. ნუ მე რა არ მომწონს, იცი? პური. პურია? ასუკი. ზედმეტად სქელია პური. ცოტა უფრო თხელი უნდა იყოს ტაპასისთვის, იმიტომ რომ ნამდვილი პური გემოში არ უნდა მოყვებოდეს რა. ძალიან წმინდავს მე მთლიანად. შეხო გემოთ უნდა ეკაიფო თუნდაც იმ კრევეტით, მარწყვით, პომიდრით და ასე შემდეგ. აი ეს აღარ ხდება პირში. პურს ვაყოლებ რა. ძალიან პურის გემოს გადადიხარ. ჩაჭერი. მაყურებელმა რა უნდა თქვას? მაყურებელმა უნდა რაც თავარია გამოიწეროს. დააგემონოს. ესეც უნდა დააგემონოს. აქ სადაც. არა, მე რატომ ვიცი რომ დააგემონებს ეგრევე გამოიწერს. ანუ ერთით ხო ეხა რო 1000-ზე რო არ გადავიჭრით.
ახლონებში ვარ, ხო? ერთ რაღაცას და დააგემოვნე და მე გამომიწეს. მე შეიძლება ისეთმა გამოგიწეროს დაგირეკოს, კაროჩე, თუ სახარში ხო? დაიგიდეო ყველა მაღაზიები, მე ვარო კაროჩეო. საერთოდ სუპერმარკეტები მე ვარ. მე ვარ და მე ვიქნები. ის მომეწონა მარწყულზე წავალს დავაყრიდე. თევზი არ მიყვარს დიდად რა, მაგრამ ეხა ისე წავიდა სპორტივით. წავედი მე ვარ სუპერ. მარტივად იჭმევა. მოზე ჩემთვის რა არის, იცი? ამას ანჩოს ნიორი ისე უხდება როგორც არაფერი რა. ხო არის რაღაც პროდუქტები, რომ ერთმანეთთან ძალიან მაგრამ მეგობრობს რა. გემოში, რა თქმა უნდა. და ფიქრობ, რომ ამას ცოტა ნიორი რო კონდეს, თუნდაც ცოცხლად ჩახეხილი რა. გემოს გახსნის. უფრო მეტად მოგაშია, სინცხალი იქნება და უფრო გაგიშლის რა. და ჩემგან რჩება დონოსტიას, რომ აქ დაამატოს ანჩოუსთან და პომიდორთან ერთად ცოცხლად მოხეხილი ზემოდან ნიორი. ისე ძალიან გემრიელია მართლა. დაწუნება მინდოდა რაღაცებში, მაგრამ ვერა რა. ჯერჯერობით ვერ ვიწუნებ, ხო. მოკლედ მოგვივიდა ეხლა კროკეტები. ხო, მალე. მიდი აბა შენ თქვი, ჩამთვალე. ეს არის კრევეტის კროკეტი, რომელიც შეგით კრემოვანი მასაა ცოტა, მაგრამ როგორც ხედავთ არის კრევეტის, იმედაც კრევეტი ადევს, ეს არის ქათმის, ეს არის ხამონის, იქით არის ჩვეულებრივი ისინი რა. ჩვეულები, შერეული ხორცი, ზეთის ხილით და სხვადასხვა შიგთავსით, ორი соуსი, ჩიმიჩურის соуსი და არაჟის соуსი აქაური. ოჩა. მენი ჯერი ბიჯია, ხედავ? შენ კიდე ამბობდი არ მოვიყვანოთ, არ მოვიყვანოთ. ქართული არის. გემოზე არის ძალიან კაი ხარისხი და შეიძლება ის არ არის ქართული კერძი, მაგრამ გემო ხინ ძალიან ქართული. აუ, რა სიძახი გემო არის მართლა. აი, სააღო მაგარია. ჭამე შენ? გამონიჭამე რა. და ცოტა კიდე ქათამეჭა. ძალიან კაია. რაღაცნაირი ისეთია რა, აი, შესაძყვის ვერ ყოფილ. მოვიფიქრებ და გეტყვი. კაი. მოდი ცოტა. კრემას გავჭიდი რა. გინდა შენ მაგის გასინჯვა? ხო. გაჭერი მინდა. მენი გაჭერე. კრევეტი მომეწონა ხო ასე. მოკლედ, შემაჯამებელი გავაკეთოთ ეხლა რაც გავსინჯეთ კროკეტებზე. კრევეტი ნომერ პირველია. მე ქათამი არ გამესინჯავს და ცოტა იტყვის როგორი იყო, შესაძყვის მოვიფიქრებ რო თქვა და ხამონი მეორე ადგილზე უნდა დავაყენო რა. გემრიელია ჩემთვის კრევეტი თუ ქათამი. ხამონი არ გამისინჯავს და ჩვენ ალბათ კრევეტი მაინც რა უფრო გემრიელი იყო. მოკლედ შევთქვით ამაზე რომ ძალიან საინტერესო გემოა. მე ეხა ხამონი და კრევეტი გავს მე პირველ მეორე ადგილოსანები გავსინჯე რა. და მანდაც მეთანხმები რომ პირველ ადგილზე ჩემთვის კრევეტი არის, მაგრამ ძალიან მოუხდა რა ეს. მანდაც აი კრევეტი შეიძლება რა ოდნავ არ ვიცი, ნიორი მომეწონა და სულონა. შეიძლება. ხო. ნიორი უხდება რა. ალიოლიო თუ რაღაცა. აი მაგიმას გავდა და ნიორი აკავდა ერთი და მანე ის მაგრამ ვასწრებ. კაი, შემდეგ არის ემპანადას, ხო? ხო. ჩიმიჩურის соуსით და ქაური არაჟნის соуსით. დავად, გავსინჯოთ. ხოჭე, წინასწარ გეტყვა ჩიმიჩური ვეჭველი უნდა. მოკლედ ძალიან გემრიელია, მაგრამ თავარი არის ის, რომ ქვემოთ ძირზე უნდა ქონდეს მიმწვარი. ზოგადად ესპანური სამზარეულო და ბასკური ხასიათდება მიმწვარი ძირებით რა. აი პაიას მთავარი მუღამის არის ის, რომ ქვემოდან უნდა იყოს დამწვარი. ის თუ არაა დამწვარი, მორჩა არ ვარგა. პირდაპირ მნიშვნელობით არ ვარგა. შესაბამისად ეს უკვე ბევრ ამას გვანიშნებს, რომ კარგი არის. რო იცოდეთ, ჩაიწერეთ მოინიშნეთ. დავიწყოთ შემდეგი. მეგობრებო, ეხლა მივიღეთ თავარი კერძები. კრევეტები გვაქვს ნივრით, სახელი არ მახსოვს და ესპანეთის მშვენება ვალენსიის უდიდება ესე პირდაპირ ვთქვი, არის პაეია. პაელას ეძახიან საქართველოში, რომელიც არასწორი არის, იმიტომ რომ ორი ლ გამოითქმის ი-ად ესპანურ ენაში. ეგეც გავითვალისწინოთ ხოლმე. პაელა არაფშუაში არა. ხო, და ცოტა ხანში შემოგვიერთდებიან კოქტეილებით ჩვენი მეგობრები. მე კრევეტი დავიწყებ. საიგროვო კრევეტს. დავიღებ შენს ნამს. პარია. ხალეა? ვაუ. ჟავეც არის, კარგი სიმჟავე, აკოდნავ ნიორი. მაგრამ აკოდნავ. ძალიან მომეწონა ზმაო, ძალიან კარგი. ბიჭები, მოდით დასაწუნებლად კერძების და ჯერ ვერაფერი ვერ დავიწუნეთ. გარდა რამოდენიმე მცირე დეტალისა, რომელიც უბრალოდ რეკომენდაციის სახით გავესით და რაღაცა ის არ გქონია, რომ გაისვეო გადახაზეთ მოეშორეთ. მე მაგალითად ასრულებდა საჭმელად მოდი. გემრიელად იჭმევა და ნიორი მე ზოგადად ნივრიანი კერძები ყველა მიყვარს რა და ისე კარგად აქვს ამასაც. სიცხარეც თან ბასმომ თქვა ცხარეაო, მაგრამ აი კარგად ცხარეა, ხო? გემრიელად ცხარეა. ზომიერად ცხარე არის, არაფერი განსაკუთრებულ ცხარე არ არის რა. ხო, ანუ აი გებიჭო? ცხარეა. მაგრამ ცხარე კერძია. ცხარეა, ნივრიანია, ცოტა მჟავეა, ანუ ყველაფერი სიცხარე გვაქვს, სიმჟავე გვაქვს, ბილი გემოებიც გვაქვს, ხო, თავის კრევეტის დამსახურები ძალიან გემრიელია, ჩემი აზრით რა. ეს არის ერთი პორცია, ხო, ეხლა რაც მოვიდა ეს. ხო, ეს ერთი პორცია. შედეთ საკმარისია, იმიტომ რომ ძალიან სუყეც არის ყველაფერთან ერთად და ძალიან გემრიელი, ასე რომ თამამად შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ძალიან კაია რა. მაგრამ რაღაცასთან ერთად რო იყოს კიდე ყურთან. ხო, რაღაცა ის უნდა. კოქტეილი აკლია. კოქტეილი. მაგარი შუტკა უნდა გავაძრო. რა აკლია, იცი? ჭამა. გადამწდა, შეჩემა. გადამწდა.
პაიეს ყველაზე თავარი თემა არის ბრინჯი, როგორც ეს ბრინჯი როგორ არის მომზადებული ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. როგორც თქვი, ძირი უნდა იყოს მიმწვარი, რადგან ეხა ეს თუჯის არ არის და შესაბამისად ესე ვერ შეაგდებდნენ და ვერ გამოაცხობდნენ, დიდი ალბათობით მიმწვარი არ ექნება რა. რაც ბასკური სამზარეულოსისა, ანუ ზოგადად. ხო, ნიშა. ეს არაა ბასკური, ეს არის ვალენსიური კერძი და მე ვალენსიიდან გავრცელდა უკვე თლიანად ესპანეთში რა. და ზოგადად პაია რაც უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმაც, კრევეტებით და ამ ზღვის პროდუქტებით არ არის კლასიკური ვერსია. ეს მე უფრო ზღვის პირეთში ჩამოყალიბდა და იმათ გაუსწორდა და გააკეთეს თორე. პაია არის კურდღლის ხორცით და ოკოკინებით. გაიგე? ხო, კლასიკური ნამდვილი პაია არის კურდღელ და ვალენსიაში თუ იმეს უნდა რომ აი ეს ოჯახში ჭამოს და ოჯახურად იყვებოს, ნანადირებით და რაღაცა ესეა შეკრული რა. ეგ ამბავი ჩვენ ხო გვაქვს ეგეთი ისტორიები რომ ნანადირებით რაღაც კერძები მომზადდა ქართულ სამზარეულოში და მე დაიმკვიდრა თავი რა. კაი, დიდი ხანია უყურებთ და ხო არ გადავიღოთ? ხო, მე გადავიღებ. საინტერესოა, რა ჩემი აზრით ის მოწურვა დაჭირდება. მოკლედ როგორც გითხარით, მიმწვარი ის ბრინჯის მასა რაც ჭირდება არ აქვს ამას და თავისთავად გემოში განსხვავებას გვაძლევს. თუმცა ძალიან მომეწონა, ალბათ მაგიტომაც აქვს ეს პანირებული კალმარის რგოლები, რომ ხრაშუნა და ეს ხრაშუნე მაგ მუღამში იყოს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ საქართველოში და თბილისში არ გვაქვს ესპანური სამზარეულოს ფუფუნება რა. არ არის რა, არსად არ არის და დონოსტიაში, აი, თვეთში მარტო ამ მუღამში უნდა მოხვიდე აქ, რომ ესპანური კერძები ჭამო და იკაიფო რა მაგით. მე ეგრე მგონია რა. ამას აქვს ჭაჭა, ასევე აილი ჯენერის ვისკი, თხილი სიროფი აქვს და შოკოლადის პიკერი. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან ლამაზად გამოიყურება, ხო? და მზეზე განსაკუთრებით ლამაზია. მეგობრო ბასტო პირველად სინჯავს მიდიებს. არაფერს გემო არ აქვს, მიდიების გემო აქვს, ზღვის გემო აქვს. ეს პირველად. მართლა, ცოტნეს პირველად სინჯავს. დღეს რაღაც სასწაული დღეა. ამიტომ უნდა გამოიწერო ჩემი არხი, ბიჭების არხი, სამარილე გამოიწერეთ აუცილებლად, ბასტო ფანტასტო გამოიწერეთ, ოქტოპუსის გამოწერება ძალიან გთხოვთ, ჩვენი არხები გამოიწერეთ. მეც მოუწოდებ. ხო, არა, ჩვენებრივ გემო. გაგიწევდა? არა, არ არის, მაგრამ რამე განსაკუთრებულია თქო, რო გითხრა მოგატყუოთ, მაგრამ ხო რა, ისეთი წაუთებზებს რა. ნუ ზღვის პროდუქტია რა. ეს ცუდი არ არის არც ვარიანტში, გემრიელია, მაგრამ აი იმათვის არის, ვისაც აი განსაკუთრებით ზღვის პროდუქტები უყურს. მე ვფიქრობ, რომ ბევრი ზღვის პროდუქტის გემო აქვს, ვერ იმას ვქენი, ანუ კი აქვს ბევრი ზღვის პროდუქტი რო რამე რა, მაგრამ გემოზე ხა რაღაც რაშიც არის, ეს აი ტკბილმჟავეა თუ რაღაცა соуსი რაც არის, ეგ უჭირავს რა, მაგას უჭირავს ჩემი აზრით გემო. მოკლედ დონოსტიაში აქვს მოდი თავიანთი და გასინჯეთ და რასაც ვამბობ მიხვდებით რა. ბრინჯია გემრიელი, ის პანკო არის თუ რაც არის, პანირებული რაღაც. ეს ლიმონი ამათი დაკრეფილია უეჭოლი. ხო და აი ესეც იმის გემოც აქვს, ზეთში შემწვარი რაღაცებს, ან მარტო ზღვის პროდუქტების გემო არა. ავჩ მე მგონი ეს კოქტეილი უნდა გავსინჯოთ და თან ამასთან ერთად უნდა თქვა ის, რომ საფირმო კოქტეილებია ყველა. სულ ყველა არის ესპანური კოქტეილი და მალიორკიდან ჩამოვაქვთ ყველა სასმელი და მალიორკულ ჭაჭას დავლევ. ისე ლამაზად გამოიყურება დაგენანება და ალევა, მაგრამ ვაუ. ეს არის ყველაზე ძლიერი ხო თან? თან ყველაზე ძლიერია ხო? ყველაზე საერთოდ არ იგრძნობა. ძალიან გემრიელია ამიტომ. არა ძალიან კაია, მართლა ძალიან კაია. და მეგობრებო, მივიღეთ ბასკური ჩიზკეიკი, რომელიც რომ არის ქვემოთ და მომწვარი. ის რაც უნდა იყოს ნამდვილად. მოკლედ ამის თავარი მუღამი არის ეგ. უნდა იყოს გამომწვარია, რა თქმა უნდა. გემრიელი უნდა იყოს. ტექსტურაც უნდა ქონდეს ისეთი როგორც უნდა ქონდეს. ყველას მე რაც მომეწონა მოყვება შოკოლადე. ვისაც არ კმარა ბასკური ჩიზკეიკი. ჩვენ კიდევ ველოდებით კოქტეილებს, რომელსაც გაგვასინჯებთ. ყველაზე მეტი მიშელენს ვარსკვლავის სხვათა შორის სოფლიოში აქვთ ბასკ შეფებს რაოდენობაში. ყველაზე მაგარი ტიპები არიან ეგენი. როგორც არგენტინელები. ესეც ამ სამზარეულოში არა რა, ფაინ დაინიგი და ცოტა უფრო მეტად დახვეწილი სამზარეულო რაც არის კულინარული მიმართულებით. ანუ ბასკებს პირში აქვთ კაი გემო. და ხელი აქვს კაი. და ხელი აქვს კაი. მოკლედ პირდაპირ ეგრევე ვეთქვი, ესეთი ბასკური ჩიზკეიკი ცხოვრებაში სულ მაქვს სამჯერ ნაჭამი და ეს არის მეოთხე, რომელიც იდეალურია რა. ანუ ბრავო, მართლა ბრავო. საღო, ხელები ამიწევია. აქ თუ არ მოხვედით ამის საჭმელად, აი სადაც თქვენ გარბიხარდა ბასკურ ჩიზკეიკებს ჭამთ რა. იმ ადგილს ჩვენ. რა ქვია ამას? ბლანკოს კვრივი, მოკლედ. ბლანკოს კუბო. ბლანკოს კუბო. ბლანკოს კუბო. ბლანკოს კუბო ქვია ამ კოქტეილს. აუ, ჩიზკეიკი არის გენიალური. დეზნი ჩიზკეიკი. მე ვარ ადამიანი, რომელიც სადაც ტკბილი დიდად არ უყვარს და ანუ მე თუ ვიტყვი რამე ტკბილზე რომ ძალიან გემრიელია, ესე იგი. იმიტომ რომ უც არ უხდება ხო ტკბილი. სასწაულია. ხო. შენ არ უნდა მოგერია, ჯერ უნდა დაგელია, მოგერია, გაგერია. დავლიე, მოურიე და დავლი. გასაგებია. და მორევის გარეშე უფრო გემრიელი იყო, ვიდრე ეხა ესეა. მაგრამ მაინც გემრიელი საბოლოო ჯამში ცუდი გემო რა აქვს ნამდვილად. კაუჩი შოკოლადი, აუ შოკოლადი რამდენი შოკოლადს მოვასხავე ხა. ჩემი აზრით დონოსტიას თავისი YouTube არხი უნდა ქონდეს. და რა საკეთებს, ის უნდა გადაიღოს ხოლმე რა. დაწესეთ კომენტარებში რამდენად უნდა იყოს.
მაგარი მსუხლია. თან დიდია ბიჭო. მაგიტომაც არის რომ ძალიან იმაშობა რა, მამძიმებს. მაგრამ გემო აქვს მაო. ხო და რო გამძიმებს. ეხა ის კოქტეილი უნდა დავლიო იმის გამო, ბიჭო. რომ ჩაწმინდოს შოკოლადი ეკო ჩაიტანოს. მიეცი. შეგამსუბუქოს? ჩიტები. ხო, თორე ის არაფერ შუაში არა რომ ლოთები ვართ. ჩასასმენდია. მოდი გავსინჯოთ სასმელომის გასჯოთ მეზარება. აბა არ ურევ. ნუ არსაკე, აბა რა არის? გაგვიმარჯოს. აბა. აგიმარჯოთ. აგ ეხა ვისკის გემო დომინირებს თავიდან, სანამ მოურევ აშკარად. აი გოლებს გიგზავნით. გოლები. მადლობა. ანუ გაგიმარჯოთ. ბიჭო, პიმპილი მოაყარე. რას მოვაყარე? დებილი. და ისე თქვა რომ ვიღაცა შეიძლება მართლა აიჯეროს. მიდი აბა მოკლედ ეხლა ვსვავთ ჩვენ ჩუპიტოს, ეგეთი კოქტეილ შოტებია, მოკლედ 3 შოტია. ერთი არის კოკოსის და ლიმონჩელოს ლიქიორი. მეორე არის ტეკილა, რომელიც გითხრეს რომ ყველაზე სუფთა სასმელია. ტეკილა რო ერთადერთი სასმელი, რომელიც შეუძლიათ სპორტსმენებმა დალიონო. კი. და აქეთ არის ამარეტო იშ რაღაც, ანუ ნუშის ლიქიორი. ხო, და ესე გონებია რომ ყველაზე ძლიერი ესა შოტებიაო, ერთმანეთში რო აურევო, თან გემრიელიო და თან მე კარგად იქნებიო. მოკლედ თქვენ ერთი რამ დაგჭენიათ რომ რატო? ჩვენი არხები გამოიწერეთ. რატო გწირავთ? აუცილებლად და დაგვასაფურთეთ მაგით. მხოლოდ და მხოლოდ ეგ არის ჩვენი მხარდაჭერა, რომ თქვენ არხები გამოიწეროთ და ნუ დაალაიქოთ ვიდეო რა. ძალიან მარტივია, როდესაც უყურებთ ამ ვიდეოს, უბრალოდ დაბლა არის წითელი ღილაკი, დააჭირეთ, ყველა ბედნიერი იქნებით. სულ ცოტა დაგვრჩენი 10000-ზე რო ავიდეთ და არა ვიქნება და მართლა რაღაცა ქნათ და ჩვენთვის ჩვენი გულები გაახაროთ და 10000 რო გადავსდებით, მე ჩვენ გაახარებთ ყველაფერში, ყოველთვის. წავიდეთ. აჩიბუჩები. აბა ჩვენ ამას დავლევთ და კარგად იხავთ. როგორ სამ? რა გვეშველება გაცმარეს. მაგის არა. დავай. ბრავო. მე ვერ დავინახე როგორ ხსა და კიდე გვერიზა. მიდი, მალე. სოტნე. აზემტერი დაგეწავოთ, მეგობრებო. ბოლო. რა არის ესა? რა არის ესა? აგრო ეხა აბრატკა რომ იცეს ეს. მაგარი დასასრული იქნა. აუ, ძალიან გებრიელი იყო. ჩობა. აი ხაი ჩაყო. ტეკილა გასუფთავ. რატო გავასუფთავო ტეკილა? რამე არსებობს ეგეთი ცნება, რომ ტეკილა თუ არ გაასუფთავი, ცუდი რამე ხდება? კათი შემორჩა.